ღრმად პატივცემლო პრეზიდენტო, პატივცემლო სტუმრებო, ქალბატონებო და ბატონებო, მოხარული ვარ გიმასპინძლოთ თქვენ და თქვენს დელეგაციას სომხეთში. ბოლო დროს სომხეთსა და საქართველოს შორის აქტიური ურთიერთობები და ძალიან მრავალშრიანია. სომხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა დამყარებულია სტრატეგიულ თანამშრომლობაზე, დემოკრატიულ ღირებულებებზე, ჩვენი ქვეყნების სუვერენიტეტსა და ორი ქვეყნის მოძმე ერის ქვეყნის ქრისტიანული ღირებულებებისა და მომავლის ხედვაზე. გრძელდება სხვადასხვა შეხვედრები მაღალ დონეზე, ვითარდება და ღრმავდება ურთიერთთანამშრომლობა სახელმწიფო სხვადასხვა სტრუქტურაში. გასულ წლებში თანამშრომლობის უპრეცედენტო აქტივობა ჰქონდა, სტრატეგიული თანამშრომლობის დეკლარაციამ საფუძველი შეუქმნა ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების. ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსა და სომხეთის ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობის ცნობის განცხადება, რაც სამხრეთ კავკასიის კეთილდღეობისა და მშვიდობის უზრუნველსაყოფად საქართველოს-სომხეთის ურთიერთობა როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატში ვითარდება. დღეს ჩემს კოლეგასთან ერთად შევეხეთ სომხეთ-საქართველოს დღის წესრიგის მრავალ თემას, პოლიტიკურ, ეკონომიკის, სპორტის, ახალგაზრდების თემასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებს. დღეს განვიხილეთ ასევე რეგიონული სტაბილურობის და გრძელვადიანი მშვიდობის საკითხზე. სომხეთი მტკიცედ დგას კეთილდღეობის განვითარების საკითხზე და გააგრძელებს თავის საქმეს სწორედ ამისადმი მიმართულს. მინდა ხაზი გავუსვა, რომ სომხეთის რესპუბლიკასა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობისა და მშვიდობის ტექსტი შეთანხმებულია და მზადაა ხელმოსაწერად. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ აზერბაიჯანთან მშვიდობის დამყარებას. პატივცემულო პრეზიდენტო, საქართველო ძალიან აფასებს საქართველოს მხარდაჭერას ამ საკითხში, მშვიდობის კეთილდღეობისკენ მიმართულ თქვენს ძალისხმევას. მივესალმებით ორმხრივ სამმხრივი პლატფორმის შექმნის თქვენს ინიციატივას და თქვენს როლს ამ მეტად მნიშვნელოვან საკითხში. ჩვენ ვისაუბრეთ ასევე მთელ რიგ საერთაშორისო საკითხებზე, ტერიტორიული და ასევე გლობალური საკითხები. მინდა გამოვთქვა სურვილი და მზადყოფნა, რომ საქართველო და სომხეთი გააგრძელებენ ქვეყნების სასარგებლოდ ძმობას, მეგობრობას და ურთიერთთანამშრომლობას. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. ბატონო პრეზიდენტო, დელეგაციის წევრებო, პატივცემულო ჟურნალისტებო. მოხარული ვარ, რომ საქართველოს პრეზიდენტის რანგში პირველად ვსტუმრობ სომხეთის რესპუბლიკას ოფიციალური ვიზიტით. სურს გულითადი მადლობა გადაგიხადოთ გამორჩეული მასპინძლობისთვის. ჩემ კოლეგასთან შეხვედრისას კმაყოფილებით აღვნიშნე, რომ სოფლიოში მიმდინარე რთული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი ქვეყნების მჭიდრო პოლიტიკური, ეკონომიკური და ხალხთა შორისი კავშირების გაღრმავებას. საქართველოს და სომხეთს აქვთ სანიმუშო ორმხრივი თანამშრომლობა ბევრი მიმართულებით. გასულ წელს ჩვენ გავაფორმეთ სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება, რაც მტკიცე მეგობრული ურთიერთობების კიდევ ერთი დასტურია და გზას უხსნის უფრო ღრმა და ყოვლისმომცველ თანამშრომლობას ყველა სფეროში. სომხეთი საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სავაჭრო პარტნიორია. ჩვენს ქვეყანას სომხეთიდან ყოველ წელს უამრავი ვიზიტორი სტუმრობს და მაჩვენებლით ყოველთვის პირველ სამეულშია. ჩემს კოლეგას კიდევ ერთხელ დაუდასტურე საქართველოს უპირობო მხარდაჭერა სომხეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ
საქართველოს საუკეთესო ინტერესებშია სომხეთის სტაბილურობა, წარმატება და წინსვლა. აქვე მსურს პირადად ჩემი და ქართველი ხალხის სახელით მადლობა გადაგიხადოთ საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერისთვის. ჩვენი გაცხადებული პოლიტიკა მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობაა. ვადასტურებთ საქართველოს მთავრობის ერთგულებას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის მიმართ, რომელიც ეყრდნობა რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის დეოკუპაციის და საოკუპაციო ხაზით გაყოფილ მოსახლეობას შორის შერიგებისა და ჩართულობის ამოცანებს. სწრაფად ცვალებად გეოპოლიტიკურ გარემოში რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის დამყარება სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. საქართველოს ცალსახად მიესალმება 2025 წლის 13 მარტს სომხეთისა და აზერბაიჯანის განცხადებას სამშვიდობო შეთანხმების პირობებზე მოლაპარაკებების დასრულების შესახებ. ვჯერა, რომ ეს არის მნიშვნელოვანი პროცესის დასაწყისი, რომელიც საჭიროებს შემდგომ ერთობლივ ძალისხმევას, რათა ერთად შევქმნათ მშვიდობიანი, უსაფრთხო, სტაბილური და განვითარებული სამხრეთ კავკასიის რეგიონი. იმედს გამოვთქვამთ, რომ უახლოეს პერიოდში სომხეთი და აზერბაიჯანი ხელს მოვაწერენ სამშვიდობო შეთანხმებას, რითაც თვისობრივად ახალ საფეხურზე გადავა სამხრეთ კავკასიის პოზიტიური განვითარების დინამიკა და რეგიონის მიმზიდველობა. შეხვედრაზე ასევე ვისაუბრეთ 2025 წლის 17 აპრილს თბილისში გამართული სამხრივი შეხვედრის შესახებ, რომელიც წარმოადგენს სამხრეთ კავკასიის რეგიონის ქვეყნების სამხრივი ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის პროცესის დასაწყისს. საქართველო განუხრელად ემხრობა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების პროცესს. ჩვენ მზად ვართ გავაღრმავოთ რეგიონალური თანამშრომლობა უკვლევი ყველა მიმართულებით და ჩვენი წვლილი შევიტანოთ სამართლიანი და მშვიდობიანი მრავალპოლუსიანი საერთაშორისო წესრიგის ფორმირებაში. მოხარული ვარ, რომ მიმდინარე წლის 5-7 ივნისს ერევანში ქართული კულტურის დღეები გაიმართება. მოუთმენლად ველით მომავალ წელს თბილისში სომხური კულტურის დღეების გამართვას, რომელიც კიდევ ერთხელ წარმოაჩენს სომხური კულტურის მდიდარ მემკვიდრეობას, ტრადიციებსა და თანამედროვე მიღწევებს. ჩვენი ქვეყნების უნიკალური ტრადიციებისა და ისტორიის პატივისცემა და გაფრთხილება არის ის ძირითადი ფასეულობა, რომელიც აერთიანებს ჩვენს ხალხებს. სახელმწიფო სუვერენიტეტის, ეროვნული იდენტობისა და კულტურული თვითყოფადობის დაცვა ჩვენი ქვეყნების მთავარი პრიორიტეტია. სამაგალითო მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობა გვაძლევს მყარ საფუძველს, რომ ეს გამორჩეული ურთიერთობა კიდევ უფრო მეტად განმავითაროთ. ბატონო პრეზიდენტო, ჩემო ძვირფასო კოლეგავ, ნება მომეცით კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ გულწრფელი მადლობა განსაკუთრებულად გულთბილი მასპინძლობისთვის. ვსარგებლობ რა ამ გამორჩეული შესაძლებლობით სურს თქვენთვის ხელსაყრელ დროს ოფიციალური ვიზიტით მოგიწვიოთ საქართველოში. დიდი მადლობა.